ჭიაკოკონას რას ვაკეთებდით, იცი? მთელი წელი ფაქტობრივად ვაგროვებდით საბურავებს. ვიღაც სეზონში ვასაწყობებდით, ან ჩემ სეზონში, ან ვანოს სეზონში, მეზობლების სეზონში რა ბიჭების და ჭიაკოკონა დღეს ვანთებდით, ერთხელ დავანთეთ თუ სწორად მახსოვს სადღაც 60 ცალი დავატეთ ერთმანეთს რა, დედას გეფიცები. თან ჩემი უბანი ცოტა მაღალზეა სურამში და ანუ სხვა უბნებს გადახტებოდით. არა, გადახტო, მაგრამ სხვა უბნებზე მაღალი ცეცხლი უნდა დაგვეწყო. შეჯიბრი იყო, კი. ხო. და ხო წარმოგიდგენია რას უნდა იქნებოდა მთელ უბანში. არ განეოდებოდა ამდენი. არა, ხო. კი, ჩვენთანაც იყო ეგ პონტი, რომ აი ტოლი. აუ, სულიმიანი ვიყავი. შავი, ხო, შავები ვიყავით. არა და წესი ჭიაკოკონას ანთებენ გასხლავენ რთველს იმ წალამს თუ ლერწამს თუ რაღაცას რომ იმას იშორებენ და ვინ ანთებდა ვინ იყენებდა საერთოდ მაგას თბილისში საბურავები იყო ხო საბურავებს ანთებენ მეზობელს ხო ვაგროვებდით ეგრე გიჟებივით თან корпуსები როა ყველა ციტობს თავის корпуსთან ყველაზე დიდად რომ მეზობელს მოპარეთ ახალი საბურავები გიჟსგავდა ის კაცი და დაუწვით აბა რა ვქე ისაც ვერ მოგისროთ ხო მეორე დღეს დაიწყო რომ წივილ-კივილი რომ გადავიხედე და მიწვეს საბურავებიო გიჟსგავდა ვოლგა ყავდა რაღაცა კი კი